კაკლისა და ნუშის მწარმოებელ ფერმერებს და ექსპორტიორებს შეხვდა გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. საუბრეს დარგში არსებულ გამოწვევებზე, განიხილეს განვითარების პერსპექტივები. შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა წარადგინა ინიციატივა დარგობრივი საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც სექტორის მხარდაჭერას და კოორდინაციას უზრუნველყოფს. აღინიშნა, რომ კაკლის და ნუშის წარმოება ქვეყნისთვის ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი და მნიშვნელოვანი მიმართულება, როგორც შიდა ბაზრის უზრუნველყოფის, ისე ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით. კაკალი და ნუში არის ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი დარგი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის დარგი, რომელიც იძენს საექსპორტო პოტენციალს, შესაბამისად მნიშვნელობიდან გამომდინარე შექმნილი არის მინისტრთან საბჭო, რომლის ფორმატშიც შესაძლებელი არის, რომ დარგის წარმომადგენლებს შევხვდეთ, ვიმსჯელოთ იმ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რომელიც დარგს აქვს და რა მექანიზმები შეიძლება იყოს შექმნილი იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელშეწყობილი იყოს დარგი და კიდევ ერთი საექსპორტო პროდუქცია შეიქმნას. აღნიშნული საბჭო, აღნიშნული ფორმატი, რომელსაც სამინისტრომ ჩაუყარა საფუძველი, ასე რომ ვთქვათ, და განახორციელა ეს შეხვედრა, ძალიან ღირებული არის ფერმერებს და ზოგადად, ასე რომ ვთქვათ, სექტორში ჩართულ პირებს აქვს პირდაპირი შესაძლებლობა პირდაპირ მიაწოდონ დაინტერესებულ და უფლებამოსილ პირებს, ასე რომ ვთქვათ, ყოველგვარი საჭიროებო საკითხები, რაც სექტორში არის და მიიღონ სწრაფი რეაგირება ამ კონკრეტულ პრობლემებზე თუ გამოწვევებზე, რაც სექტორში ფიქსირდება. ძალიან კარგი სიახლეა, იმიტომ რომ მუდმივად რაღაცა გამოწვევები არის. ხშირ შემთხვევაში ახალ-ახალი, იმიტომ რომ სოფლიო ბაზაზეც არის სტატიკური რაღაცები იცვლება და თუ ჩვენ საშუალება გვექნება, რომ ყველა მიმდინარე პრობლემას ჩვენ, თქვათ, იგივე სტრუქტურა ექნება, სადაც შეგვიძლია გავაჟღეროთ, სადაც მოგვისმენენ და სადაც შედაბამისი მოქმედება იქნება, ხოლო ძალიან მოხარული ვიქნებით და დარწმუნებულად ძალიან წაადგება სექტორის განვითარებას.